მადიარმა კორუფციას ომი გამოუცხადა და პირობა დადო, რომ ელიტას პასუხისმგებლობას დააკისრებდა და ევროკავშირის გაყინულ სახსებს გაამბლოკავდა, რასაც ის უნგრეთის მოდერნიზაციის გასაღებად მიიჩნევდა. საჯარო სერვისების გამოსწორებასაც შეჰპირდა, მან პირობა დადო, რომ გადაარჩენა უნგრეთის კოლაფსის ქვეშ მყოფ ჯანდაცვისა და განათლების სისტემებს. ამ გზავნილმა ღრმა რეზონანსი გამოიწვია. მისი მხარდაჭერების 99% მიიჩნევს, რომ ეს სექტორები მკვეთრად გაუარესდა. დემოგრაფიული ვარდნის შეჩერება. მისი გეგმა მიზნად ისახავს ახალგაზრდა უნგრელების მასობრივი ემიგრაციის შეჩერებას 2030 წლისთვის და მათი დაბრუნების წახალისების პროგრამების დაწყებას. ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. მადიარმა პირობა დადო, რომ 2035 წლისთვის უნგრეთს რუსული ენერგიაზე დამოკიდებულებას დაასრულებდა. ამგვარად რამდენიმე თვეში მან პოლიტიკური მიწისძვრა გამოიწვია. მისი აქციები წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ანტისამთავრობო დემონსტრაციებად იქცა. როგორც ახალგაზრდა უნგრელების, ასევე კომუნიზმის დამხობის დამახასიათებელი ხანდაზმულების ბრბოში ბუდაპეშტში გაისმა შეძახილები. საკმარისია, ცვლილებები გვჭირდება, ეს მთავრობა ტყუისა და თვალთმაქცობაზეა აგებული. შედეგი ბირთვული აფეთქების მსგავსი იყო. გამოკითხვები, რომლებიც ფიდეს 18 წლის განმავლობაში ურყევად პირველ ადგილოსნად აჩვენებდა, მოულოდნელად შეიცვალა. ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად მადიარი ორბანს 18%-იანი უპირატესობით უსწრებს. 40 წლამდე ასაკის ამომრჩევლებს შორის ტისას ახლა 58%-იანი მხარდაჭერა აქვს. პიტერ მადიარმა შეავსო პოლიტიკური ვაკუუმი. ის გამოჩნდა ლიდერად, რომელსაც უნგრეთის მიმედ გაცხრუებული ოპოზიცია ელოდა. ახალი დინამიური და რაც მთავარია ძველი გვარდიის წარუმატებლობით დაუზიანებელი. ამავდროულად ვიქტორ ორბანი თავდაცვის პოზიციაში გადავიდა და სულ უფრო მეტად ეყრდნობა თავის პროვინციალურ ბაზას, თუმცა იქაც კი ტისა სწრაფად ეწევა მას. უნგრეთში სოფლის მოსახლეობას სტრატეგიული პოლიტიკური წონა აქვს. საარჩევნო სისტემა, რომელიც ფიდესმა განზრახ გადააკეთა, უპირატესობას ანიჭებს ერთმანდატიან ოლქებს, სადაც ტრადიციულად მმართველი პარტია დომინირებს. პიტერ მადიარი ამას ყველაზე უკეთ ხვდება. სწორედ ამიტომ მან დაიწყო თამამის საყოველთაო კამპანია სახელწოდებით უნგრეთის შემოვლა 80 დღეში და გამოაცხადა ორკვირიანი გაზეთის შექმნა, რომელიც პირდაპირ სოფლის ამომრჩეველზე იქნებოდა მიმართული. ნაბიჯი, რომელიც აშკარად ფიდესის თავდაცვის ბოლო ხაზის მორღვევისთვის არის განკუთვნილი. ამგვარად უნგრეთის მოსაგებად